1993 წლის 15-16 მარტის მოვლენები საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართულ მეომართა გმირობისა და თავდადების მისაბაძი მაგალითია. აფხაზურმა მხარემ რუსული სამხედრო ძალების დახმარებით სოხუმზე გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რომელსაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. ღირსეულად მოიგერიეს მტრის შემოტევა და პოზიციები გაიმაგრეს. იბრძოდა ყველა, ჯარისკაცი თუ მოხალისე, იხსენებენ მეომრები. მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით სოხუმის მიმართულებით დაიწყო შემოტევები, რაც იყო კარგად მომზადებული რუსეთის გენერალური შტაბის მიერ ოპერაცია, რაც გულისხმობდა სოხუმის აღებას და შემდგომ ბუნებრივია აფხაზეთის აღებას. 92 წლიდან 93 წლის ჩათვლით არც ერთი პოზიციური ბრძოლა ქართულ ჯარს არ წაუგია, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მაშინ ესეთ დონეზე მომზადებული იყვნენ მოხალისეები, სხვადასხვა შენაერთები, მაგრამ ისევ აშკაცურად და კაცურად იცავდნენ აფხაზეთს, რომ ვერც ერთი ბრძოლა ვერ მოიგო, მიუხედავად დაქირავებულებისა. იქ რუსებიც იყვნენ და იცით თქვენ, რომ სხვადასხვა დაქირავებული ბოევიკები იყვნენ. ზუსტად ამან განაპირობა ის ხელშეკრულების დადება შემდგომ, აი ამ სოხუმის შემოტევის შემდეგ იფიქრეს, რომ ძალით ვერ მოიგებდნენ, მიუხედავად აქტიურად და მართლაც ესე იყვნენ ჩართულები და ამან განაპირობა შემდეგ ეს ხელშეკრულების ხელმოწერა, მძიმე შეიარაღების გატანა და პრაქტიკულად შიშველი ხელებით დატოვეს აფხაზეთში ხალხი. მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის უახლოეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ღირსეული დღე, როდესაც ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ ღირსეული ბრძოლა არჩია უღირს სიცოცხლეს. ყოველწლიურად 15-16 მარტს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. გუმისთაზე ბრძოლები იყო ერთ-ერთი გამორჩეული თავისი სიმძაფრით. ჩვენი მეომრები იცავდნენ ქალაქ სოხუმს, იცავდნენ ბავშვებს, იცავდნენ მოხუცებს და ამით მათ ძალიან ბევრი სიცოცხლე შეინარჩუნეს. საქართველოში ეს დღე აღინიშნება როგორც არტილერიის დღე. დღევანდელი დღე უდიდესი ტკივილის და უდიდესი სიამაყის დღეა. ტკივილის იმიტომ, რომ მრავალი გმირი ახალგაზრდა შეეწირა სამშობლოს სიყვარულს. ხოლო სიამაყის დღე იმიტომ, რომ დღეს პრაქტიკულად დაიბადა დღევანდელი ქართული ჯარი. მე მეამაყება, რომ ვიყავი ამ ბიჭების გვერდით იმ დღეს და ჩემი თვალით ვნახე ეს ყველაფერი. თავს ხრი მათი მშობლების წინაშე, მათი ხსოვნის წინაშე და საზოგადოებამ, სრულიად საქართველომ არ უნდა დაივიწყოს ეს დღე და ეს ბიჭები.